მგონი სწორად მოვედი, ხო? როგორ ახალი? ჩემი ლამაზი ბიჭი. ვა, ნონა, მას? ნიკა? მე თქვენი გამოსტებისთვის ვემზადები და თქვენ ასაკეთებთ რა? არსად არაფერი არ თქვა თორე. ქულას არ გაღირსებ. ქულასაც მაღირსებ და გვერდით მიუწევთ ნიკას დიდი სიყვარულითო. კარგი. 10-იანს დაგიწერ და არსად არ თქვა აქ რომ ნახე. 8-იანი დამეწერთ და 2 ადამიანს ვეწერ. ელენე არი ნერვიულო რა შერიგდები დაინახავ. ამიტომ ხარ ესეთი აფორიაქებული? ილია რო წავიდა ტესტი გავიკეთე. მერე? ორსულად ვარ. აი ელენე. იცი რა მითხრა? რა კარგია სიმართლე რომ გაიგე და ვასიკოს ცოლად არ გაყევი, იმიტომ რომ არსებობს ერთი ადამიანი, რომელსაც შენ ძალიან უყვარხარ და გაფასებსო. ამ ხრის განმავლობაში რაც აქ ვიყავი, როგორ შეიძლება ვერ შემემჩნია, როგორ მიყურებდა და როგორ მეკცეოდა პაატა. რა შემოტრიალდა? როგორ მივხვდი? ამდენი ხანი როგორ და რატო დაგჭირდა? ამდენი ხანი ამის მისახვედრად და აი მაგას ვერ ვხვდები მე. მაგას რაღა მნიშვნელობა. თავარი იცი რა არის? რა? მე მგონი მეც მაგ პაატას მიმართ რაღაც გრძნობა. რა? გატყუებს მეთქი გეუნები. კი არ უყურხარ სპეციალურად აკეთებს მე რომ გამამწაროს და იმიტომ რომ ამას კი არა. ხოდა გიო მოკლედ ლაშას უნდა ეთქვა ამას ვაჟბატონს რომ მე მიყვარხარო ხო ხტები მეო და ამ დროს წავიდა გული და რომ დაეცა ხო ხტები ავეჯი ავარდა ჰაერში რა საფრთხეც ავეჯი და ეს ავეჯი რომ დაეცა მე ხო აი დაცემი ძალან კიდე ეს უათანთალა და აზარზარა ეს თავიდან ვიფიქრე რომ მეთქი რაღაცას მაიმუნობს თამაშობს თქო რა მაგრამ მე რომ მივედი და ეს გვერდში წიხლი რო ჩავარტყი ხო ერთი დაიწყმუტუნა და რო არ გაინძრა მივხვდი რომ მართლა გული ქონდა წასული ხო და ვერ გამოაფხიზლე რა მაგ შანსს ხაუშვედი რა გამოაფხიზდი გია რა ვქენი სი პირში ჩაუტენე ბამბები ჯერ ხო დაიწყო ხროტენი მე და ყურიჩხირებით ვაწოლებდი მე აი რა მე ვიფიქრე შარვას გავხდით თქო მოხდები შარვას გავხდით რა ინო მითხრა რომ არა მცხენიო და მე ნუ ხოთენ მოკლედ ბოლოს გავჩერდი კარგი ხო კარგი ბოლოს გამოაფხიზლე ხო რა გამოვაფხიზლე რა ეხა აბა როგორ გამოაფხიზლეთ ნუ რა ვიცი რა ეხა ნიშადური არ ქონდა ხდები სახში მოძე ნიშადური რო არ იყო მე შემწარ კარტოფს ვასონინეთ ხო და ეგრევე ასე მოვიდა მაგარი ტიპია კარგი გეყოფა ხო გეყოფა რა მეყოფა ბიჭო რა გული როგორ წაგივიდა გოგო ხარ ბიჭო გოგო შენ რა გონია რომ მარტო გოგოებს მისდით გული? არა, მარტო გოგოებს არა, გოგოებს და შენ. მართლა გეყოფათ რა. წლებს რაღაცნაირად მოვიკრიბე ხონე და ძალღონე რომ რაღაცა მეთქვა, სიმართლე მეთქვა ინოსთვის და რას იფიქრებს ახლა ჩემს? როცა ალბათ იფიქრებს რომ დაბალწნევიანი ხარ. მაშინ არის ეხა თავიდან გული რო წაგივიდა ხო ვიფიქრე რომ მოდი ცოტა ხანი არ გამოვაფხიზლებ მეთქი. იმიტომ რომ ნინომ ხო თქვა ჩემზე რომ პაატას მიმართ რაღაც სიმპათიები მაქვს ხო იყო ეგეთი ფაქტი ხო არ გინდა და ხო ხტები და ვიფიქრე თუ ჩემს მიმართ სიმპათიები აქვს ხო ხტები ცოტა ხანი ლაშეს არ გავაგვიდე ფაქტურად მარტო ვარ მეთქი სახში და შენ არა ხარ ნორმალური არა ხარ პაატა მარტო არა ხარ შენ ნორმალური არა ამდენ დაცინოს გირჩევნიათ ეხლა მომაფიქრებინოთ რანაირად და როგორ უთხრა ნინოს რომ მიყვარს ლაშა
ლაშა შენ ჭიპი რომ მოიჭერი გადააგდე კარგი რაკია კარგი მართლა გეკითხე მაინტერესებს მართლა ხო კი წინ დავუხედავი კაცი ხარ რა თორე მე ვან გოგივით მოიქცეოდი რა ხტები ახლა ყურს არა მაგრამ ჭიპს გაუგზავნიდი და ნინოსთვის ყველაფერი ნათელი იქნებოდა ანუ რა ვან გოგი კაცო ვან გოგმა ხო ყური იმიტომ მოიჭრა რომ კი ეს ხო არა მსუქანია მეთქი ლაშა რა ლაშა ლაშა მე მოგცე მაგარ შევა შენ მომისმინე ახლა რაკეთ ის სახლი უნდა გაყიდო სახლი გაყიდე და ეს ფული რასაც აიღებ ხო მთელი ფულით მთელი თანხით იყიდე ძალიან ბევრი ვარდების თაიგულები და მიართვი ნინოს პიროსმანივით არა რა პიროსმანივით არა ლაშა მსუქანია მეთქი რა ხო მაგარი ხო ამ სახლს რო გავყიდი მე ხო რო გავყიდი და ვიყიდი ამ თაიგულებს რა უთხრა მე ელენეს და ნიკას რა უკნა მითხარი რა ვიცი რა უნდა მე თვითონ თაიგული და გაჩერდებიან ცოტა ხანი რა ვიცი მოიცა მე მოვიფიქრე იცი როგორ უნდა აუხსნა სიყვარული აი ამ წეთი ხო უნდა აგიყვანოთ შენ ნინოს ოთახთან ნინოს სართულზე ესე შენ გადაძრები და იქ ეთყვი ყველაფერს ოღონდ იცი რა არის ხო წამოდე თუ წამოვიდე მოიცადე ვიდი ჭამე შენ ვიდი ხო და რას ლაპარაკობ შეხედე რომ ხება არა გეუბნები რას მეუბნები შეხედე ერთი შეხედე ხო და იყო რა უყურებს არ არსებობს მე გეუბნები არ არსებობს შენ როგორ გია იქნება მართალი იქნება გია ეხლა მან როგორ ვარიანტი შეგარე გინა დამეზო რა უნდა დავიზო დამეზო ვაი გეუბნები კარგი კი მოდი ლაშა რამდენი კილო ხარ შენ 115 გითხარი წავაგებეთ კი რა გინდოდა მე ხო ესე იგი ყველაფერი გამოდის შვენიერი იდეა ძმო ეხლა მომისმენე შენ მოიცადე ეწოდ მე ვეტყვი რა ლაშა მოკლედ გეგმა ესეთია როგორც გიამ დაიწყო მივდივართ ამ წეს ვიშოვით მივარ დინოს კორპუსთან გავაჩერებთ მე რომელ სართულზე ცხოვრობ შენ იცი ავალ თიმ სართულზე ოღონდ საძინებლის ხვინა ხო ხტები მე საძინებელთან რომ მივარ ხო წესით ფანჯერა უნდა გავაღო და შენ უნდა გადაძრე მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ სუქარი და ტლანქი ხარ ხო შენა ფანჯერაში ვერ გადაძრები ჩამოვარდები დაეხეთქები ძილს იანაზე მიწაზე მე წაგიყვანენ რეანიმაციაში რომ წაგიყვანენ მოგაკეთავს ნინოს სანახავა და მე შენ იქ ეთყვი ოღონდ თვალებით ლაშა თვალებით რატო იცი იქიდან გამომდინარე რომ რეანიმაციაში შენ ლაპარაკის თავი არ გექნება და თუ გექნება დარწმუნებული რომ საჭმელი გექნება პირი გამოტენილი გაიგე ხო მიდი კარგი ეგ მაგრამ ეს არის გეგმა არა მოიცა კაცო რას ლაპარაკობ პატა შეგიდე ნუ გიყვარს ეს ყველაფერსისა მომისმენე შენ რა მოკლედ ამ წეთი მივალთ ნინოს კორპუსთან შენ აი ესე აქცევთ იმის ოთახთან მე შენ გადაძრები ყვავილებით ხელში გადავძრები გადაძრები და იქ ეთყვი ყველაფერს გაიგე რომანტიკულიც იქნება და ორიგინალურიც როგორია მაგარია გია რა ყოჩა ხო ვამბობდი გია მართალს ეთქვის ხო ვამბობდი ძალიან მაგარია რა ძალიან ყოჩა გია მაგარია ხო ძალიან მაგარია მაგარი კია მაგრამ ორი ამ წე დაგჭირდება ამ საქმისთვის ხო ერთი ბულდოზერი და ერთი რა ქვია კამაზი ორი ამ წე რა ორი აბა ერთი ამ წე აწევს ამას რამხელაა შეხედე ამ წევს კარგი ხო ამ წე კი მაგრამ ეს კამაზი და ბულდოზერი ადგილი კამაზი იმიტომ გვინდა რომ როგორმე ხო უნდა მივიტანო დანიშნულების ადგილამდე ხო ამხელა მასა ბულდოზერი იმიტომ რომ დავტვირთოთ ხო უნდა დავტვირთოთ ამ კამაზს რომ მივიტანოთ რა ხო აზრებო კარგი ერთი და აზრები ნახავთ არა ძალიან მართლა ძალიან კარგი იდეა მე ძალიან მომეწონა მაგრამ ამ წეს ადუნა ვიშოვოთ ამ წე რა ვიცი ხა გვეყოლება ვინმე სანაცნობოში მძღოლი და ის მოიყვას და ეხლა შენ კარგი იყო მე მომეწონა რა მოგესწრა ეს კარგი იყო და შენ გული რო წაგივი და ეს როგორი იყო ეხლა ეგრე შენ მაშინ ერთი წუთი რა მოკლედ ესეთი სიტუაცია თქვენ ორი მოგაჩვენდით მე უნდა გავიცინო ხო თქვენზე ორივეზე უნდა დაგცინოთ დავიწყო ბაბამი არა რეზიკო შენზე ვერ ვეტყვი ნონა მასწავლებელს უთხარი რომ მარტო ჩემთვის დაეწერა 10-იანი კარგად აჰა ქართულში 10-იანი განაღდებული მაქვს
ისე ატყულად ვისწავლე ეს ერთი აბზაციც რა. როგორ დავივიწყო ახლა? აშაბიძე, დარწმუნებული ვარ, რომ ქართულის გამოსვლა ძალიან კარგად ჩავაბარებ. ო. რატო ვითომ რა ძალიან კარგად სწავლობდი ქართულის გაკვეთილებს თუ რა? ცხოვრებისეული გაკვეთილები ვისწავლე. სადმე მაინც მუშაობდე რა. ავიღებდი დეკრეტულ შვებულებას და დავჯდებოდი სახლში დავისვენებდი. ნიკა, რო იცოდე რა რთული დღეები გველოდება აი ელენეს ორსულობის პერიოდში, ეს ჯერ დასაწყისია. აბა, ისე და მე ამდის კუპატის სუნი. რა? კუპატი ჭამე? არა, ლაშაბიძეა ჭამდა და რო უთხარი ჩანგალი აიღე ხელით რატო ჭამეთ კი თავში წამომარტყა და. ფუ, ნიკა რა სუნი გაქვს. ისე და შენ ხო ალერგიული ხარ და ჩემ წიგნებზე ხო არ გჭირს? არა, მითხარი არ მოგერდოს გადავყრი ყველას. ნიკა, შენ ბევრს ლაპარაკობ, ჯობია ქართულის გამოცდისთვის მოემზადო. მზად ვარ. და 1000-ს თუ მივიღებ რას მაჩუქე? რასაც იტყვი. აჰა, კარგი. ლეპტოპი მაქვს. აიპადი მაქვს. მობილური მაქვს. საფეხაობობის ფიტული მაქვს. არაფერი არ მინდა. გამოდის რომ ტყუილად ვაბარებ ამ გამოსდას. შეგიძლია რომ ამ გამოსდას ჩავაბარებ. ვერ ჩააბარებ, მაგრამ ჰა დავნიზალე თუ. თუ ჩავაბარებ რას იზევ? თუ ჩააბარებ 100 ხინკალს შევჭამ. და თუ ვერ ჩავაბარებ? თუ ვერ ჩააბარებ, მაშინ 150-ს. შენ რას იზავ? მე თუ ვერ ჩავაბარე 1 კილო თაფლს შევჭამ. 3 ლიტრ ძეს დავლევ და ყველაზე სქელი წიგნი რაც გვაქვს სახში იმას დავიკითხა. კარგია, კარგი. დედა, მამა, რა კარგია ერთად რო ხართ. ვაიმე. მარინა მეშინია. ბოლოს ასე რომ დაიწყო ლაპარაკი, მე 100 ლარი გამომართვა. არა, ნუ ნერვიულობ მამა, დამშვიდი. ფულის გამართმევა არ მინდა. უბრალოდ მინდა რომ სერიოზულად დაგელაპარაკო. ვაიმე რა ხდება? ასე გუშინ საღამოს ხო ვილაპარაკეთ უკვე სერიოზულად. როდის? აი ტელევიზორს უცა უყურებდით რა. არა მამა, მაგ დროს ანეკდოტს გიყვებოდი. მე კიდე მეცინებოდა და თავში გავედი ვიფიქრე არ ეწყინოს თქო. ნუ მაიმონო, თქვი, თუდად რა ვარ უკვე მიდი. კარგი, ოღონდ ჯერ დამშვიდ. წყნარად ვარ ბექა, წყნარად ვარ. კარგი, მოკლედ, დედა, მამა, მარტო მინდა საცხოვრებლად გადასვლა. ვაიმე გია, გაიგედა თქვა? რა თქვა? რაოდა? ცუდი მშობლები ხართ, ცუდად მივლით, აღარ მინდა აქ ცხოვრება და პირველივე შესაძლებლობისთანავე გავიქცევი აქედანო. კარგი რა, მარინა, დამშვიდი. ვაიმე, მარინაო, დედასაც აღარ მეძებს. დედავ შენ, ესე არა, სუესია, გაზრდი შვილს გადაყვები და მე ერთვენი ერთ დღეს მიდით შენგან. არ გაგეზარდე მე და ყოფილიყო პატარა. ია, შენ ახლა ვერ გაიგე ბექამ რა თქვა? გავიგე, ადამიანო, გავიგე, ხო, ცალკე ვიდა გადასვლაო, გავიგე. მე უთხარი რამე, მამა ხარ. ხო, მართალი ხარ. უკვე მოიფირე, სად უნდა გადახვიდე? გია. შვილო, რატომ გინდა ცალკე გადასვლა? ასე? კარგი რა პანიკაში ხართ, რა დაგემართათ? უბრალოდ მინდა დამოუკიდებლად დავიწყო ცხოვრება რა. დამოუკიდებლად ცხოვრება, ას ლაპარაკობ ხა შეკიდე. შენთვის ჩაისაც ვერ აიდუღებ კაცო. იმაზე აღარაფერს აღარ მომავალ ხა. სადაც რო ვერ გაირეცხავ, სახს ვერ დაალაგებ და საჭმელს ვერ გაიგეთებ. ასე, ჰა? მამა, რაც ჩამოთვალე, მაგებს ვერ ჩემ ვერ აკეთებ. მოდა მაგითო ცხოვრებ მარინასთან. თან ძალიან მიყვარს და იმიტოს.
ბაქი ბუქობამ ხვალინდელ გამოცდაზე გუშინდელში რა მიიღე? დე შენთვის ნერვიულობა შეიძლება? არა, დე ორსულობის დროს ნერვიულობა არ შეიძლება. კარგი, მაშინ ჯერ არ გამოუცხადებიათ ნიშნები და 9 თვეში გამოცხადებიათ. ელენე, მართლა, ილია მიცის ბავშვობელოდები? არა, ჯერ არ იცი, სიურპრიზს უმზადებ. დღეს აქ მოვა და გავახარებ. უი, ასლაპარაკო. ელენე, ცალკე რო გადახვალთ საცხოვრებლად, მე რო უთხრა, იმიტომ რომ შეიძლება ეს სიხარული ისე გამოხატოს აქ, რომ მეზობლებს შეგვარჩვენოს. ხო. ან საერთოდ არ უთხრა და თვითონ შვილი რო ეტყვის, რომ მამა, მომეციო ეს რა ქვია, ფული მომეცი უნივერსიტეტში წასასვლელათო. აი, არ გაინტერესებს რა რეაქცია ექნება. შავი კიტრი მინდა და მარწყვის იოგურტი. რა იყო ელენე ეს გემონების გაუკუღმართება დაგეწყო? არა, ლაშა, უბრალოდ არ მინდა ორსული ქალის სტერეოტიპი დავარღვიო. ელენე, ჯერ ხარ მეორე კვირაში და აი ესე რატო დადიხარ? ეს ლაშა, ეხა შენ ბევრს თუ ილაპარაკებ, მე შემიძლია შეტევებიც დამეწყოს უკვე. მინდა? რა შარში ვარ კაცო, რა შარში ვარ. წავედი. რა გაჭმევს კიდე რა, იოგურტი და მჟავე კიტრი გამიგია. გამასინჯება. მოდი. მოკლედ, თუ დამოუკიდებლად ცხოვრებას გადაწყვეტ, შვილო. ერთი მომვლელი დაგჭირდება, ესე ვერ გაძლებ. არაფერი მომვლელი არ დამჭირდება. მარტო კი არ გადავდივარ, გოგოსთან ერთად გადავდივარ. და ორი მომვლელი დაგჭირდებათ. რა თქვი? ვინ გოგოსთან ერთად გადავდივარ? ერთი გოგო არა, ჩემი შეყვარებულია. ჯერ თქვენ არ ცნობთ და მე გაგაცნობთ. არა, მე ჩემშულს უცხო გოგოსთან საცხოვრებლად ვერ გადავშვა. მარინა, ეგ იმ გოგოს მშობლების სიტყვებია, ჩვენ სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ. და უკვე გადაწყვეტეთ ახლა სად უნდა გადახვიდეთ და როგორ აპირებთ ახლა ცხოვრებას აი? ჯერ არ მოგვიფიქრებია, მაგრამ სად მოვიპოვით ესე $400 ფარგლებში? ხო და როგორ აპირებთ აი $400 ფარგლებშიც გადახტას? ვიმუშავებ, მამა. და სანამ მუშაობას დაიწყე, მანამდე როგორ გადაიხდი? მანამდე მშობლები დაგვეხმარებიან. ამ მშობლებში მეც გავდივარ? მამიკო, აბარა, კი. არა და უკვე თანახმა ვიყავ, რომ გადასულიყავ, მაგრამ აი ბოლო ნაწილით ყველაფერი გააფუჭა. დედიკო, შენ რას ფიქრობ? რებს მეკითხები ბექუნა? საერთოდ რაზე ლაპარაკო? ბექუნა დედა, რადგინა ცალკე გადასვლა? რადგინა ვიყოთ ერთად, არაფერში არ ვერევით, რასაც გინდა იმას აკეთებ, ამაზე მეტი დამოუკიდებლობა რა გინდა, აღარც გამიგცირცხარი არ დალიო გაცივდები. და საერთოდ ეს მაისური მარტო რატოგაცი არც ხელა ისე ძალიან გარეთ, როცა ჩაიცვი რაღაცა. კარგით რა, ყოველ წუთში ჭკუას რატომ ასწავლი? დიდი ვარ უკვე რა. წავედი მე პოროხასთან რა. პოროხა კარგი ბიჭია. მარინა, სად არის ჩემი ნაცრისფერი მაისური? გაცვია. აი, წავედი მაშინ. კი, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. მართალი ხარ, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ეს ფული ჩვენი გადასახდელი რომ არ იყოს. გია. კარგი, ხო, უნდა დავიტოვოთ მეთქი, არ უნდა გავუშვათ, აი ეს მიგულისხმე. გზის ფულს მომცე? დამოუკიდებელი ბიჭი დაბრუნდა. მეშინია სიმაღლის რა მაგრად გეხოცები რა ვინ და ეხლა რას ბოდიალო პატა რას ბოდიალო შენ სიმაღლის არ გეშინია შენ გაქვს დახურული სივრცის შიში ხო დაიმახსოვრე შენ არ გეშინია სიმაღლის აი სიმაღლის კიდე მეშინია მე ხრა პატა ეს თაიგული პირველ საფუძე რო შევაწუდი და იმანა უტანოს მინოს ხა მე ასე სულელებს ჯერ ესეთი სიმაღლის თუ გეშინია რა საიტეხე ეს ამ წედა რაღაცეები ასულიყავი და გეთქვა პირდაპირ სახში ასულიყავი რა ჯერ ერთი მე არ ამიტეხია და მეორეც კიდე პირდაპირ ხო ვერ მივადგებოდი ესე ნინოს სახში. კაკის მეშინია, დაიმახსოვრე პატა. კაკის უფრო მეშინია ვიდრე სიმაღლის.
ავი მაქსიმ. გიყურებ ეხლა და აი ცხენია ლაშა შენს მოდი. ამხელა ხალა, წამოდი ამხელა კალაჩი უნდა მოტკეცილი და გიჭერს ვერეტები ხო. არა ხარ შენ ნორმალური არა ხარ რა. გია აწი ერთი აწი რა აწი. რა მაგარია. ნახე რა მაგარია ლაშა. აუ ესეთი მინდა რომ ყავდეს რა მაგრად მინდა. წარმოიდგინე ყოველდღე მოვაკერებდი ესე კორპუსთან და ავიდოდი ამით სახში. ლიფტის მოს დღეში 5-ს დავზოგავდი. დღეში 5 თეთრ ცოტა ხო არა დავზოგავდი. რა შენ ნორმალური არა ხარ რა. კარგი გასულეთ გამანებით ხარ რა. ისე ლაშა. რა მაგარია ნახე რა ყავდა რა. ცა უნება შენიერი ხედი სუთა ჰაერი ლაშა. შეიძლება გამოსო. ხო. ნორმალ მართლა არა ხარ შენ ნორმალური. კარგი და რასია შენ დაწნა. მე უბრალოდ მინდა რაღაცა შემოთავაზება. გითხრა რომ მოდი მე და შენ ამ სიმაღლეზე ავიშეროთ ბუდე ერთად. რა ბუდე უნდა დავიდო? რა ბუდე უნდა დავიდო? კაცო. უთხარი რა გეხოცები ცოტა ქვევი ჩაგწიოს და მე ზევით ამოგწიოს. რატო უნდა აქეთ გვამოძრაო ცოტა გვამოძრაო. რატო კაცო რატო უნდა მაგარია ლაშა ვიკატაოთ ასწორებს. რა უნდა ვიკატაო კაცო რა უნდა ვიკატაო შენ არა ხარ ნორმალური გეუბნები რა. საკატაო დრო არის ახლა ასეთ რას მოდიოდი ერთი გამაგენები რა ვერ დარჩი გიასთან დაბლა ა იმიტომ მოვდიოდი ლაშა რა შენ თვის წამოვედი სხვათაშო შენ რა გონია ხარ რომ ამ ფანჯარაში მარტო შეეტევი შენ თვითონ ამხელა ოღონდ შეგტენოს ვიღაცამ არა რა ჩამოვარდა დაენერხო ძის თან მეორე სართულზე მაგარი ბებო ნახე წეხა ძალიან მოხუცია ეთყობა და აქედან რო ჩაულიდო ეთყვიო ბებო იმ ქვეყნიდან მოსული ბებო მეთქი და შევაშინოთ ვიხალისებ რა რა ხარ შენ ნორმალური არა ხარ რა ისე პრინციპში ხარ დავფიქრი და პადა ამ სიმაღლენ კი არასოდეს მეთქვა შენთვის აი ხლა გეტყვი არა ხარ შენ ნორმალური აი კარგი ღრე შეხედე ერთი აქცია გააკეთეს ხო და ახლა იმის მერე გამოფინეს ესე ქოთნებში ხო მაგარი რაღაცა ლაშა სირცხვილია მოიცადე ერთი წუთი რა სირცხვილია სირცხვილია გია სუთხარი ერთი წუთი არ აქციოს მოიცადე უნდა მოხსნე ერთი წუთი გია დადარი რა რებს აკეთებ შეხედე არა მოხსენი ერთი წუთი ლაშა მოხსენი ეხლა უყურე დილით ეღვიძებ ადრეს აწოში გიჟური ღამის მერე და ამაყი ხარ კაცი ხარ ტიპი ხარ მაგარი ტიპი ხარ ხო ხტები აღმოჩენ ამას საწოში და წამოждები საწოზე ამოიღებ ამას ამაყად და ნენელა შლი და აღმოჩნდება აი ამ ხელა რაღაცა როგორია რა გიკაცო დამანები რა გინდა გაჩუმდი ხსი ცხვილია აი ნინოსთან მოვედით მე მგონია და ეს არის ნინოს სახლი ხო და შუმაში ხარ გაჩერდია მაგათ ახლა ატა ვიფიქრე იცი სამზარეულოს მხრიდან ხო არ მივიდეთ ა? რაიმე გამაგიშე ლაშა შენ ჯერ მიუტანე ეს თაიგული აჩუქე ნინოს აჩუქე იმ გოგოს და მე რე მოუარო სამზარეულოს მხრიდან მე რე ჭამე შენ ღორო და შენ საქონელო აიდე ეს ვართ მე და ნიკა სხვაზე ხო აი ეს ნიკას მამა ნახევრად გახდელ გოგოებს რო უყურებს ხო ისე თავიდან ვერ შევამჩნი ეს ფოტო რო დავბეჭდე მე რა ვნახე და ვიჩხუბეთ აი ნახე აი ეს პატარა არის ნიკა ვერ ხედავ აიდე ნახე აი ეს არის მოდი ესე მალე მოხვედი რა ქენი ქართულის გამოცდაზე არ მეტყობა ნიკა რა ქენი ქართულის გამოცდაზე ჰა თაფლი უნდა ვჭამო და რძიდა ვაყავ დაბალი ქულა მიიღე არა დაწყარდი საერთოდ არ დამიწერა სკოლა ჩემი ბრალია მე ნონა მასწავლების გამოცდისთვის ვიყავ იმზად ნონა მასწავლებელი არ მოვიდა და ვიღაც სხვა ხალი შემოვიდა ხო და მე იმის შაბნელ საქმიანობაზე არაფერი არ ვიცოდი და ვერ ჩავაბარე ნიკა მომზადებული ყავდა ნონა მასწავლებელთანაც ჩააბარებდი გამოცდას და სხვა ქალთანაც და სხვას მოაბრალებ შენი ბრალია ო ჩემი ბრალია ისე როგორ ვერ მოვიფიქრე რა მიზეზი რა მე თქო რა სოფელში ვიყავი და უცებ რუსემა საზღვარი გადმოწეს და წიგნები იქით დამჭა ნიკა გესწავლა და ჩააბარებდი გამოცდას ისეთი დარწმუნებული ვიყავი რომ ჩავაბარებდი ისეთი დარწმუნებული რომ აი როგორც მათემატიკის გამოცდაზე ვარ დარწმუნებული რომ 6-იანზე მეც ვერ მივიღე ნიკარა როგორ არ გცხვენი ამხელა ბიჭი ხარ და ქართულის გამოცდა ვერ ჩააბარე ცხვენია და იმისიც ცხვენია რომ ყოველ წელს რო გატყვევ მეორე 100 აღარ განმეორდება თქო და მეორე 100 აღარ განმეორდება
და ეხლა სხვენია ამას რო გეუნები წინასწარ. და აი თელი ზაფხული დაჭდები. და იმეცად. თელი ზაფხული? კი. და რამე ისეთი არ გაქვს უცებ რომ მოუკვდე? აი მე სწავლა რომ მოგვეზრდება. ხო, სწავლა რომ მოგვეზრდება. რა, რომ მეზდება რა? კლას გარეშესაც წაიკითხავ. და კლას გარეშე ის არის, რასაც სკოლაში არ გვასწავლიან. კი, ეგ არის. ანუ იარლიყები და ეტიკეტები რო წავიკითხო, ეგ ითვლება. ნიკა, ხმეტყობა სახეზე რისი თქმას წმინდა თუ გითხრა? კი, ხდები, გეტყობა, კი. სკოლას 10-ზე დავამთავრებ, უნივერსიტეტში ჩავაბარებ, მერე უცხოეთში გავაგრძელებ სწავლას, მერე ცოლს მოვიყვან და კარგ სამსახურს ვიშო. ჭკვიანი ბიჭი ხარდე. და პირდაპირ ფულიანი ცოლი რომ მოვიყვან. ნიკა, დადი ახლა დროზე ხელები დაიბანი და მოდი უნდა გაჭამო. და ილია იყო მოსული. ილია ჯერ არა დღეს ველოდები, ახლა უნდა მოვიდეს. არის ის რა ორსულადარ სიურპრიზს უმზადება, ნიკა რამდენ ხანს ელოდებოდა ამ დღეს გაგიჟდება ისე გავხარდება. ხო და მეც ვაგის მეშინია ზუსტად. ნიკა, დე, იცი რა ვერ გადავწყვიტ, აი ილიას პირდაპირ უთხრა რომ ორსულად ვარ თუ შევაპარო. პირდაპირ უცხარი. შენ რო აბა თუ მიხვდები ის ველოდები და ის გეტყვის მეტროსო და მე რა თქოს იცი ის. ეთქვის რომ მართლა მეტროს ელოდებიო ძალიან ბევრს ვიცინე. ნიკა, მიდი გახილია იქნება. ნიკა, აბა თუ მიხვდება რომ ორსულად. გამარჯობა, ნიკა, როგორ ახარ? ნე. რაკენ ჩაბარი გამოცდები? ქართული კი, ქართული ვერა უბრალოდ და ბუნება და ისტორია კი. მოიცა ქართული თუ არის ცოტა ბუნება და ისტორია რა ენაზე ჩაბარი, ა? ნიკა, ელენესთან რაღაცა სერიოზული საქმე მაქვს და ცოტა ხანი შეგიძლია დავხტობო? დიდი სიამოვნებაა. გამარჯობა ილია, მეც საქმე მაქვს შენთან. ტელეფონში არ მინდოდა რომ მეთქვა და არა, იცი მე სერიოზული საქმე მაქვს ძალიან და უნდა გითხრა აუცილებლად. ხო ილია, მეც ძალიან სერიოზული საქმე. არა, ელენე, ჯერ მე გეტყვი. არა ილია, მე მაქვს შენთან სერიოზული საქმე და მე ისეთი რამე უნდა გითხრა რომ მე და შენ შეიძლება არასდროს აღარ ვიჩხუბოთ. მართლა? მართლა. მე მგონი ხვდები რის თქმა გინდა და იცი რა გეთანხმები. გეთანხმები კი მეც ბევრი ვიფიქრე და გეთანხმები ელენე იმისათვის რომ ჩვენ აღარასოდეს ვიჩხუბოთ, ამისათვის საჭიროა რომ ცალ-ცალკე ვიცხოვროთ. ხომ გესმის ახლა როგორ გითხრა ელენე, ბევრი ვიფიქრე და მე მგონი ჯობს რომ დავშორდეთ რა. მესმის ელენე, მესმის ახლა ორივესთვის ძნელი იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაცნაირად არ აეწყო ეს ჩვენი ურთიერთობა. მე ხანსად მუშაობდი, ხან შენ არ გეცალა. რა ვიცი ელენე, მე მგონი ჯობს რომ ახლავე დავამთავროთ რა. ხო, მართალი ხარ, ჯობს რომ დავამთავროთ. დიოტი ვარ. ხო, ისა შენ რის თქმა გინდოდა ელენე? მე რისი თქმაც მინდოდა იმას არ გეტყვი. არც იმ ახლა რისი თქმაც მინდა, არც იმას არ გეტყვილი, იმიტომ რომ ხალი ვარ და მერიდება. კარგი, არ ინერვიულო. არა, არ ვინერვიულებ, პირიქით მე ხვალ ძალიან კარგად ვიქნები. კარგი, ელენე, აბა შვიდობით ჩაგიწყდა შენაგნები. ყველაფერი გავიქი. აღარ მოვა ხო? არა. რა გჭირს რამე და შენ რა? შენც უმამოთ უნდა გაიზარდო. ნუ გეშევე. გააჩერე. ისად ერთი წუთი გია, არ გააჩერო. ჩადი ქვევი, ჩადი გია. დაგიდა ეს სახე. კაცო მე ვიცი, ერთი წუთი გია, გაიგე, ჩადი მეთქი, ქვევი, ჩადი გია. არა ხარ შენ ნორმალური, რა გინდა კაცო, რა ეს? რა მინდა ეხა გეუბნები, რა გინდა ბიჭო, ცუდი ხალი იყო, ერთი წუთი ჩავიდე ქვევი. თან თითქმის არაფერი არ ეცოლა შენ რა გჭირს ჩავიდე. არა, მაგის დროა ეხლა, მაგის დროა. მაგის დრო ყოველთვის არის ეხა ნერვებს თუმი. ადადი. ლაშა, გეხვეწები და ნინოს რო შეურიგდები. და აქ რო გადმოხვალ საცხოვრებლად, ხო? იმ ქალის ნომერი გამიგე მე გეხვეწები. გინდა კაცო, რა გინდა და საერთოდ რას მოდიოდი, გაჩუმდი რა.
ხო იცი ხა პირველი რაც უნდა უთხრა ნინოს ხო? ხო, ვიცი. ვიცი, უნდა უთხრა რომ სად არის ტუალეტი. აუ ჯიგარი ხლაშ თუ ძალიან ბევრი კომპოტის დალევა მომივიდა ხო და თან უბრალოდ კომპოტი კი არისო, გათლილი ატმის. მაგარია, რას ლაჩვენდი. გაჩვენდი, ხო. აი ეს არის ჩემი ნინოს სახლი, ხო. აი, ლაშა. დარწმუნებული ხარ სხვაგან არ მოხვდით და მართლა ნინოს სახლია? ხო, ნინოს მე მგონი ნინოს სახლია კი. რატო გეუბნებიცი აი დაუშვებ თუ ნინოს სახლი არ არის და სხვაგან მოხვდით ხო? რო წავოთ მე აი ეს ლეპტოპი რო წავიღოთ რა. რა უნდა წაიღო რეებს ლაპარაკობ. ლაშა, ლაშა, ვირას გაიგებს რა მოგივიდა ახლა ერთი წუთი. ვირას შენ ერთ დამაცა ვირას მიხდება და ვირას გაიგებს ერთი წუთი დამაცადე კაცო. უყურე. ვირას გაიგებს. საიდან მოათრიე და რა ვიცი, რო მოდიოდ ვიღაცას ყორ გაფრენ და მოხსენ რა. მოდი, შენ ჩაიტები, ძალიან მაგარია, მოდი. ადი კაცო, არ მინდა რა, დაგვიჭერენ, ნამდვილად დაგვიჭერენ. რაშა, რას პანიკობ, რას პირველად კი არ ვაკეთებ ამას, რა დაგვიჭერენ. ხო, რა ვიცი, ახლა ერთხელ სახში ვიყავი. ცოტა ნასვამი ვიყავი, საქმე არ ქონდა, რა გავაკეთო მეთქი და ბეზობეთთან ავზვერი აივნიდან და ის პულტი მოპარე გავერთოვე მეთქი. შენ იყავი პატა? რამე ვიყავი, ლაშა, ისე მაგალითისთვის მოვიყვანე, რა გჭირს, რამე ვიყავი. არა, გაჩუმდი ხა იჯექი ჩუმად იყავი და დაველოდოთ ნინოს რა. სად არის ამ ტეხას? ხელი არაფერს არ მოკიდო იცოდა. კარგი, ხო, არაფერს არ მოვკიდებ ხელს. რა მაგარია, ლაშა ნახე. შენ არ ახარ, მართლა არ ახარ ნორმალური შენ რა. შენ ხო არ დაგავიწყდა რომ ეს არის ნინოს სახლი და ნინო კიდე ჩემი შეყვარებულია. ბოდიში, დამავიწყდა, დამავიწყდა, ქართველი ბიჭები, ხო ფიქრობთ რომ ჩვენი ძმაკაცი შეყვარებულებს რატომაც ლიფი არ უკეთიათ. გაჩვენდი ახლა. და იჯექი აქ, იჯექი მეთქი და კი არ დაწვე, რა შვები კაცო. არ ახარ მართლა არ ახარ ნორმალური. რას მომყვებოდი ვერ დარჩიქვებით, ა? რაშა ნახე რა ბილილოგინია, ძალიან მაგარია. მაგარი ბილილოგინია, ისე ეხა დავფიქრდი, აი ნინოს რო შეურიგდები, ხო? და აქ ხო განმოხვა საცხოვრებლად. და მე რა თქმა უნდა ამ ლოგინზე მოგიწევს დაწოლა და წავიდა ლაშა. არი დაწნადი ერთი წუთი. მართლა მაცემინებ თავს რა. რაღაცას გამომწვევ ხარ აღარ. მას არ იღებ ჩემთვის თორ ჩუმათლა. მაშინ მოდი ჩემთან ცოტა ხანი, მოდი ჩემ. არა ხარ. ცოტა ხანი ვიწვევი, ხმას არ მოვიღებ. სანამ ნინო მოვა, თვალს დავასვენებ, დაღლილი ვარ და მანამდე სანამ ნინო მოვა, მოდი ჩემთან ცოტა ხანი, ლაშა მოდი ჩემთან ცოტა ხანი. წადი ადამიანო, წადი რა. მგონი მოდის ზე ბიჭო ნინო მოდის ადეგი გაასწორეს მოდი ნინო მოდის კი არა კაკი მოყვება მე მგონი დეზების ხმა არ გესმის ვაი კაკი რა მონკლავს კაკი საწავიდე კაცო მე რა ვიცი აი უჯრაში ჩაძვერი მიდი უჯრაში ჩაძვერი რას უჯრაში კი არა დამეელოდე ოხ მე გაჩე და კარგი კაკი არა უშავს რა მოვა ის ხელოსანი და გააკეთებს იმ შენ კონდიციონერს მანამდე ჩემთან დაწეკი იცი რა ის ხანჯები გიათო იქნება არა გია დატოვე და თან დაგიბერავს წავალ მე ძილინების სამი თამაში იცი მოვიდა ნინო და დაიძინა გადავა შესაძლოა მოყვები მომისმინე ახლა დედას პიცავა აი აქ დავდგები ზურგი და რაც გინდა ის ქენი გიდი ახლა ატა ან გაჩუნდი ან გადაგაგდე ფანჯრიდან ახლა ხო კარგი დაწნარდი ხო პრინციპში ხა ზურგი დადგომა აღარ გამომიტოვს არ კენ და ყველაფერი ჩას აქ გაიგე ხო და გეხვეწები ისეთი რაღაც არ გააკეთო მთელი ცხოვრება თვალწერო მედგეს მე ხო და გაჩუნდით დამანებეთ ამ წადი რა კარგი ხო ჩუმათორ მიდი ჩუმათი დექი მაშინ ახლა და ხმა არა მოიღო ჩუმათორ მიდი დაიწყე
ამებენ. ვიცი რომ არ გძინავს და გესმის ჩემი. არ გადმოbrunდი არა, იყავი. იცი რა არის? ალბათ თავის დროზე უნდა მეთქვა ყველაფერი და ეს ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია მე უნდა გამომეჩინა ინიციატივა. თავიდანვე უნდა მეთქვა, უნდა გამემხილა ჩემი გრძნობები, რასაც გრძნობდი შენს მიმართ, მაგრამ ხო, გადი იქით რომანი. მაგრამ არა უშავს, მე ამას გამოვასწორებ. და გეტყვი რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ. მინდა რომ ჩვენ სულ ერთად ვიყოთ და ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები. კაკიდა. აშა, რასაკეთებ აქ? შენ გელაპარაკებ, ერთი წუთი ჯუმათი ხარ, გელაპარაკებ. შენ საიდან შემოხვდი? შენ საიდან შემოხვდი? აბა ეს ვინ? კაკი? ერთი წუთი დაგტოვენინო რა. მე წავალისა, ჩვენ გოგოები ყავას მოვხარშავთ. კაკი, აბა დაფიქრდი ახლა შენ. დაფიქრდი, ახლა ჩემი ცემა გირჩევნია თუ 3 თვის მანძილზე ყოველდღე თითო რო დამარტყა, ა? კაკი, ცემა განვადებით, კაკი, რა მაგარია? ერთი წუთი გეხვეწები რა. შვენიერი შემოთავაზება, გეხვეწები დათანხმდი. ვაიმე, თითებს მოატყაცე, ნუ ბაჟრიალებს გეხვეწები. მაშინ ერთ რამეზე შევთანხმდით, ძალიან გთხოვ ერთ რამეზე დამთანხმდი, რომ ცხედრის ამოსაცნობად ელენეს არ დაუძახოთ, იმიტომ რომ ორსულად არის და არ შეიძლება იმის სტრესი და ის არ შეიძლება. კი, არ დაუძახებთ. გია დაციეგლოზე გია! დაციეგლო! გალაშა კაცოლაშა ცემა დაციებეთ კიდროზე გეუბნები. ვაიმე კაკი, ერთი წუთი გეხვეწები, კიდევ არ დაატყაცო, გეხვეწები. როგორ ისე დასული. გონი სწორად მოვედი, ხო? როგორ ახლა? ჩემი ლამაზი ბიჭი. ვა, ნონა, მას? ნიკა? მე თქვენი გამოსდებისთვის ვემზადები და თქვენ ასაკეთებთ აქ? არსად არაფერი არ თქვა თორე. ქულას არ გაღირსებ. ქულასაც მაღირსებ და გვერდით მიუწერთ ნიკას დიდი სიყვარულითო. კარგი. 10-იანს დაგიწერ და არსად არ თქვა აქ რომ ნახე. 8-იანი დამეწერთ და 2 ადამიანს ვუწევ. ელენე არი ნერვიულო რა შერიგდები დაინახავ. ამიტომ ხარ ესეთი აფორიაქებული? ილია რო წავიდა ტესტი გავიკეთე. მერე? ორსულად ვარ. იცი რა მითხრა? რა კარგია სიმართლე რომ გაიგე და ვასიკოს ცოლად არ გაყევი, იმიტომ რომ არსებობს ერთი ადამიანი, რომელსაც შენ ძალიან უყვარხარ და გაფასებსო. აი ამ ხრის განმავლობაში რაც აქ ვიყავი, როგორ შეიძლება ვერ შემემჩნია, როგორ მიყურებდა და როგორ მეკცეოდა პაატა. რა შემოტრიალდა? როგორ მივხვდი? ამდენი ხანი როგორ და რატო დაგჭირდა? ამდენი ხანი ამის მისახვედრად და აი მაგას ვერ ვხვდები მე. მაგას რაღა მნიშვნელობა. თავარი იცი რა არის? რა? მე მგონი მეც მაგ პაატას მიმართ რაღაც გრძნობა. რა? გატყუებს მეთქი გეუბნები. კი არ უყვარხარ სპეციალურად აკეთებს მე რომ გამამწაროს და იმიტომ რომ ამას კი არა. და გიო მოკლეთა ლაშას უნდა ეთქვა ამას ვაჟბატონს რომ მე მიყვარხარო ხო ხტები მეო და ამ დროს წავიდა გული და რომ დაეცა ხო ხტები ავეჯი ავარ და ჰაერში რა საქმეა ავეჯი
და ეს ავეჯი რომ დაეცა მე ხო აი დაცემი ძალან კიდე ეს უათანთალა და აზანზარა ეს თავიდან ვიფიქრე რომ მეთქი რაღაცას მაიმუნობს თამაშობს თქო რა მაგრამ მე რომ მივედი და ეს გვერდში წიხლი რო ჩავარტყი ხო ერთი დაიწყმუტუნა და რო არ გაინძრა მივხვდი რომ მართლა გული ქონდა წასული ხო და ვერ გამოაფხიზლე რა მაგ შანსს ხაუშვედი რა გამოაფხიზდი გია რა ვქენი სი პირში ჩაუტენე ბამბები ჯერ ხო დაიწყო ხროტენი მერე და ყურიჩხირებით ვაწვალებდი ხმები მე აი რა მე რა ვიფიქრე შარვას გავხდით ხო ხოხტები შარვას გავხდით რა ინო მითხრა რომ არა მცხვენიო და მე და ნუ ხოხტები მოკლედ ბოლოს გავჩერდი კარგი ხო კარგი ბოლოს გამოაფხიზლე ხო რა გამოაფხიზლე რა ეხა აბა როგორ გამოაფხიზლეთ ნუ რა ვიცი რა ეხა ნიშადური არ ქონდა ხდები სახში მოძე ნიშადური რო არ იყო მე შემწარ კარტოფს ვასონინეთ ხო და ეგრევე ასე მოვიდა მაგარი ტიპია კარგი გეყოფა ხო გეყოფა რა მეყოფა ბიჭო რა გული როგორ წაგივიდა გოგო ხარ ბიჭო გოგო შენ რა გონია რომ მარტო გოგოებს მისდით გული? არა, მარტო გოგოებს არა, გოგოებს და შენ. მართლა გეყოფათ რა. წლებს რაღაცნაირად მოვიკრიბე ხონე და ძალღონე რომ რაღაცა მეთქვა, სიმართლე მეთქვა ინოსთვის და რას იფიქრებს ახლა ჩემს? როცა ალბათ იფიქრებს რომ დაბალწნევიანი ხარ. აშენ არის ხა თავიდან გული რო წაგივიდა ხო ვიფიქრე რომ მოდი ცოტა ხანი არ გამოაფხიზლებ მეთქი. იმიტომ რომ ნინო ხო თქვა ჩემზე რომ პაატას მიმართ რაღაც სიმპათიები მაქვს ხო იყო ეგეთი ფაქტი ხო არ გინდა და ხო ხტები და ვიფიქრე თუ ჩემს მიმართ სიმპათიები აქვს ხო ხტები ცოტა ხანი ლაშეს არ გავაგვიდე ფაქტურად მარტო ვარ მეთქი სახში და შენ არა ხარ ნორმალური არა ხარ მარტო არა ხარ შენ ნორმალური არა ამდენ დაცინოს გირჩევნიათ ეხლა მომაფიქრებინოთ რანაირად და როგორ უთხრა ნინოს რომ მიყვარს ლაშა შენ ჭიპი რომ მოიჭერი, გადააგდე? კარგი რაგია, კარგი მართლა გეკითხე, მაინტერესებს. მართლა? ხო. ჰა? კი, ჰა. წინ დავუხედავი კაცი ხარ რა. რა თორე მე ვანგოგივით მოიქცეოდი რა. ხტები ახლა ყურს არა, მაგრამ ჭიპს გაუგზავნიდი და ნინოსთვის ყველაფერი ნათელი იქნებოდა. ანუ რა ვანგოგი. კაცო, ვანგოგმა ხო ყური იმიტომ მოიჭრა რომ კი ეს ხო. არა, მსუქანია მეთქი ლაშა რა. ლაშავს ხო. ხო, ლაშა მე მოგცე მაგარ შევა შენ. მომისმინე ახლა რაკეთ ის სახლი უნდა გაყიდო. სახლი გაყიდე და ეს ფული რასაც აიღებ, ხო, მთელი ფულით, მთელი თანხით იყიდე ძალიან ბევრი ვარდების თაიგულები და მიართვი ნინოს, ჰა? პიროსმანივით არა? რა ფიროსმანევით. არა, ლაშა მსუქანია მეთქი რა. ხო. მაგარი ხო. ხო, ამ სახს რო გავყიდი მე, ხო, რო გავყიდი და ვიყიდი ამ თაიგულებს. რა უთხრა მე ელენეს და ნიკას რა უკნა მითხარი. რა ვიცი მე რა უნდა მე თვითონ თაიგული და გაჩერდებიან ცოტა ხანი რა ვიცი. მოიცა. მე მოვიფიქრე. მე მოვიფიქრე. იცი როგორ უნდა აღხსნა სიყვარული? აი ამ წეთი ხო უნდა აგიყვანოთ შენ ნინოს ოთახთან ნინოს სართულზე ესე შენ გადაძვები და იქ ეთყვი ყველაფერს ოღონდ იცი რა არის ხო რა წამოდეთ თუ წამოვიდე მოიცადე ვიდი ჭამე შენ ვიდი ხო ხოდა რას ლაპარაკობ შეხედე რა მხედარ არა გეუბნები რას მეუბნები შეხედე ერთი შეხედე ხო და იყო რა უყურებს არ არსებობს